კავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ეხლა სექტემბერში გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც დაავალდებულა იტალიის უზენაესმა სასამართლომ მიმართა კონსულტაციისთვის და ამის საფუძველზე გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, რომლითაც შშმ ბავშვის მშობელს, რომელიც მუშაობს, აქვს დაუდგინა უფლება, რომ მოთხოვოს თავის დამსაქმებელს მოქნილი სამუშაო გრაფიკი. ამ ბავშვის დედას ჭირდებოდა, რომ კონკრეტულ საათებში ემუშავა მხოლოდ იმ მეტროსადგურზე, სადაც იყო დასაქმებული და არ ემუშავა სხვა დროებში, სხვა ცვლებში, რადგან ამ ბავშვის ან სწავლას, ან სერვისს ემთხვეოდა სხვა დროები. და ამას ეხებოდა ეს გადაწყვეტილება. ქართული კანონმდებლობით, ჩვენი შრომის კოდექსით, კერძოდ 24 მუხლის მე-10 ნაწილით უკვე დადგენილია, კანონში გვიწერია პირდაპირ, რომ არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდამჭერის, ანუ აქ იგულისხმება, რომ ან ბავშვია ის შშმ პირი, ან სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მშობელი ცნობილია, უბრალოდ არ არის აუცილებელი, რომ მშობელი იყოს და ვიღაცა ადამიანი ცნობილია მხარდამჭერად. აქვს უფლება თვეში ერთხელ, ანუ უკვე არსებულ დასვენების დღეებთან დამატებით, ისარგებლოს კიდევ ერთი ანაზღაურებადი დასვენების დღით, ან მოთხოვოს დამსაქმებელს, რომ სამუშაო გრაფიკი მოქნილად გადაუნაწილოს, ან მაგალითად 1 საათით ადრე ან გვიან დაამთავროს ყოველ დღე, ან დაიწყოს, ან დაამთავროს მუშაობა. ასე რომ ჩვენ ეს კანონმდებლობაში უკვე გვაქვს და მშობლებს მოვუწოდებ, რომ ამით ისარგებლონ.